არავინ დგას კანონზე მაღლა. ეს არის სლოგანი, რომელსაც ეს მემარცხენეები ძალიან უყვართ. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თავად ხვდებიან პრობლემაში, რადგან რა თქმა უნდა ისინი ბევრად უკეთ იციან ვიდრე ახალი ამბები. და ამას მემარცხენეები ყველაზე უკეთ აკეთებენ, მაგრამ განსაკუთრებით მემარცხენე ცნობილები. და დღეს ჩვენ სპეციალურ ეპიზოდში თემაზე. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველაფერს დაუშჯელოდ გააკეთებენ, იმიტომ რომ რატომაც არა. ჩვენ ვსაუბრობთ სანი ჰოსტინზე. ვინც არიცით, ის არის show views წამყვანი. და რა თქმა უნდა, ყველაფერს რაც views-თან ახლავს, ანუ ესეთ კომენტარებს. ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემოდა, რადგან არავინ დგას კანონის ზემოთ. არავინ დგას კანონის ზემოთ. არავინ დგას კანონის ზემოთ. რა თქმა უნდა, მთლიან ვიდეოსაც მალე ვნახავთ, აქ ის ტრამპზე საუბრობს, რადგან ის კრიმინალია და არავინ უნდა იდგეს კანონის ზემოთ. მაგრამ ეხლა, როცა მისმა შვილმა იურიდიულად პრობლემები შეექმნა, მას გონია, რომ თავად დგას კანონის ზემოთ. აი ამ ისტორიის დეტალები. არავინ დგას კანონის ზემოთ. ჩვენ ბრალდებულები ვართ. იარაღთან დაკავშირებით ყველაფერი დასრულებულია. Lani Hostin-ი გადაცემიდან The View. როგორც ჩანს, ის ცდილობს თავისი ცნობადობა გამოიყენოს, რომ შვილს სავარაუდო დანაშაულისთვის პასუხისგებლობა არიდოს. ეხლა რომ სურათი დაგიხადოთ, მისი შვილი სავარაუდოდ დარბოდა და კერძო ტერიტორიაზე უნებართოდ შევიდა. როცა პოლიციამ გააჩერა, ის 24 წლისაა, როგორც მახსოვს. მან მაშინვე თავისი ცნობილი დედა დაურეკა. მან დედას დაურეკა, რომ დანაშაულის ადგილზე მისულიყო და დახმარებოდა. ჩვენი წყაროების მიხედვით ის მაშინვე მივიდა და დაიწყო საუბარი. იცით ვინ ვარ მე? კარგი, იმის გარდა რომ დიახ, ეს გააკეთა, რაც ძალიან სამარცხვინოა, ეს ბიჭი ჰარვარდში სწავლობს, ან სწავლობდა ჰარვარდში და იფიქრებდი, რომ ადამიანი, ვინც ჰარვარდში მოხვდა, შეძლებდა თვითონ გამკლავებოდა ესეთ რაღაცებს. მაგრამ არა. ყველამ იცით როგორ მოხვდა ის ჰარვარდში. მე ვარ Sunny Hostin-ი, Showdown The View. მე ვარ თანაწამყვანი The View-ში. არ მაინტერესებს ვინც არ უნდა იყო. შენი შვილი უკანონოდ შევიდა სხვის ტერიტორიაზე. შენი შვილი პირდაპირ უკანონოდ შევიდა და შენ ხარ იურიდიული ექსპერტი The View-ში. ეხლა კი Sunny Hostin-ი და მისი ყველა იურიდიული ექსპერტი. ის არის იურიდიული ექსპერტი The View-ში. ღმერთო, ეს ამბავი ბევრად უარესად გამოიყურება. მე არ ვიცი, რადგან მირჩევნია პირდაპირ ხვლიკი შევჭამო, ვიდრე The View ვუყურო. ექსპერტობა. მან გადათვიტა, რომ თავისი შვილი ამ სასამართლო საქმეში, ამ უკანონო შეჭრის საქმეში თავად წარმოადგინოს. და მან წერილი გაგზავნა, ხომ ასეა? მან წერილი გაუგზავნა რაიონის პროკურორს და ძირითადად თქვა: ჩემი შვილი ჰარვარდის კურსს დამთავრებულია. ჩემი შვილი უმცროსი ოლიმპიელია. ის გამორჩეული მოქალაქეა. მოდი ეს აგიხსნათ. შენი შვილი ჰარვარდის კურსს დამთავრებულია, მაგრამ ვერ კითხულობს შესვლა აკრძალულია ნიშნულს. აი რატომ არ უნდა გაუშვათ თქვენი შვილები აივის ლიგის უნივერსიტეტებში, კარგი? გულისხმობ ლინკის სრულიად მართალია. მალე მის დანარჩენ კომენტარსაც მოусმენთ, მაგრამ ჯერ მინდა ვნახოთ რა მოხდა რეალურად ამ ღონისძიებაზე. მზად ხართ? ყურება ძალიან მტკივნეულია. ჩაუდები, რომ ეს მცირე დანაშაულია. ჩვენ ამას უბრალოდ დარღვევად ვახსენებთ, კარგი? ვიცი რომ გაბრაზებული ხარ. ჩვენ ამას მხოლოდ პრევენციის მიზნით ვაკეთებთ, რადგან როგორც ტელეფონზე ადიხსენი, გარდა იმისა, რომ ეს უკანონოა, რაც ამ თემას სცილდება, ეს საშიშია. ფოტოშოვის დედა ჩემი ადვოკატია, არ აუშავს. შენ სახელი რა არის? შენი სახელი რა არის? ბატონო, მე ბრაიანი ვარ. ბრაიან, ეს შენი ჟეტონის ნომერი 2814 არის? დიახ. მიზეზი რის გამოც გაჩერეთ ისაა, რომ აქ უნებართოდ ხართ. ოდიში, უბრალოდ იქ ღია იყო, უბრალოდ სირბილით მოვდიოდი აქ. საიდან მოდიხარ? გამარჯობა. ხო, კარგი, ბოდიში, უბრალოდ შევხედე. ღია იყო ჩემთვის, ამიტომ უბრალოდ შევედი. უბრალოდ მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო, მართლა არ მადარდებს, ვინმე სადმე თუ დადის, მაგრამ თუ დაწერილია, რომ შესვლა აკრძალულია, არ უნდა გააკეთო ეს. ჩემი პრობლემაა, მისი ქმედებები არაა, რა მნიშვნელობა აქვს. ის იდიოტია, რა თქმა უნდა, იდიოტია. ჰარვარდში მოხვდა. და ამას ასე უბრალოდ აღარ ვამბობ. მაგრამ არ მომწონს ის ფაქტი, რომ დედას გონია, ყველაფერს შეუძლია თავი დააღწიოს, იმიტომ რომ ცნობილი ადამიანია. ეს არის შემაწუხებელი, აქ ხო გესმის? ვის ადარდებს, სად დადიხარ? ანუ, ალბათ ეს უკანონოა. არ უნდა აკეთებდი ამას, მაგრამ ეს საკონცერტ დიდი ამბავი არაა, რომ დინამბად იქცეს. აქ თავარი ამბავი დედაა და არა ის ბიჭი. ეს ითვლება უკანონო შეღწევად. ეს უკვე სისხლის სამართლებრივი უნებართო შეჭრა. მიზეზი, რატომაც ეს ასეთი დიდი პრობლემაა, ისაა, რომ ადამიანები ხშირად ხვდებიან მატარებლის ქვეშ. ჩვენ გვინდა რომ ეს ავიცილოთ, რა თქმა უნდა. თქო, შეგიძლიათ. ხო, დაიჭიროთ ტელეფონი, ხო, ჩემი ტელეფონი 2%-ზე არ ვიცოდეთ. კარგი. ხო, ასე რომ ეს არის უკანონო შეღწევა. ეს სერიოზული საფრთხეა. ჩვენ არ გვინდა რომ ადამიანები მატარებელს დაეჯახო. ამიტომაც შეგვიძლია გადავატაროთ, კარგი? გაქვთ საინტერესო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი თან? კი, კარგი, სად არის? ჩემს ტელეფონშია, თუ кейს მოხსნით. უჩხარით გომეს, რომ თქვენი დედა ფედერალური პროკურორია. დიახ. ჰეი, დედა, როგორ ხარ? ეს ოფიცერი გომესია. თქვენი შვილი კარგადაა. გამარჯობა, როგორ ხართ? ეს კი დიახ, ფედერალური პროკურორია. კარგი, ჩემი შვილი ჰარვარდის კურსს დამთავრებულია. მას კარგი ცხოვრება აქვს. ის დამნაშავე არ არის. მას არ აქვს დანაშაულებრივი წასული. კრიმინალური წასული არ აქვს. დიახ, არა, ამას ხვდები. სხვათა შორის, კარგი. რა? გულის მაგონი იმის თქმას ცდილობს, რომ ის ცუდი ადამიანი არ არის, რომელსაც სხვავის ტერიტორიაზე შეჭრა უყვარს, ის მართლა საოცარია. პრობლემა ისაა, როგორც თქვენ შვილს უთხარი, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულია. კერძოდ უკანონო შეჭრად ითვლება. ასე რომ იმის გარდა რომ ეს არალეგალურია, ძალიან საშიშია მისთვის რკინიგზის ლიანდაგებზე სირბილი. იცით, ხშირად ხდება რომ ადამიანებს მატარებელი ეჯახება. კარგი. დაურეკოთ ჩემს დედას. რა თქმა უნდა, ის აქ არის. გამარჯობა დედა. გამარჯობა დედა. შენ დახმარება მჭირდება, დედიკო.
ჰეი, მიხარია რომ ასე თქვი, ჩემი ტელეფონი ავიღე. მიავიღე. რა თქმა უნდა. და თუ ტელეფონი გაითიშება, მაინც ამიღეკავენ. ყავენ, რა თქმა უნდა. ხო, უბრალოდ უთხარი, მისტერ. შატო, ეს ოფიცერი გომესია. დამაჯობა ოფიცერ გომეს. დაახლოებით 4 წუთში მოვალ. კარგი, ეს ნორმალურია. უბრალოდ მინდა გადავხსნათ. თქვენ შვილს გამოუწერ ასეთოდებულ გამოცხადების უწყებას. დათმობებული ვარ იცით ეს რას ნიშნავს. ყველაფერს აგიხსნით. სად და როდის უნდა გამოცხადეს? რადგან იქ სადაც ის იმყოფებოდა, ეს სისხლის სამართლებრივი უნებართო შეღწევა. ეს ჩაოლებრივი ვერსია. ის ეცდება F13 მოიცადეთ. ეს ჩაოლებრივად მცირე დამაშაულია. ცვადია ჩვენ ამას დარღვევამდე ვამცირებთ. რადგან მოგეცენებათ, მას არაფერი აქვს წარსულში. ის ძალიან თანამშრომლობდა ჩვენთან, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს მისთვის გამოცხადების უწყების გამოწერა. ოფიცერო, ეს მართლა აუცილებელია. ეს პატარა ბიჭია, რომელიც არაფერს აშავებს. ის ჰარვარდის კურს დამთავრებულია და იელის მკვლევარია. ის გეომეტრიას ასწავლის, მესმის ეს. მოусმინეთ, გულწრფელად რო ვითხრათ სონი, მე ცოტა მესმის კიდეც. მაგალითად, თუ შენი შვილი იდეალურია. კარგი, არა რო ვიცი რომ ისი შვილი იდეალურია, მაგრამ ის შესანიშნავი ბიჭია და არასდროს არაფერი დაუშავებია. ეხლა კი რაღაც ცოტა სულალური გააკეთა. და ეხლა მას რაღაც ექნება თავის ჩანაწერში. ეს ისეთი რამეა, რაც უმეტეს დედებს გააგიჟებს. ამას სრულად ვცემ პატივს. კიდევ ერთხელ, ჩემი პრობლემა აქ უფრო იმაშია, რომ თითქოს, იცით, მე მნიშვნელოვანი ვარო. არა. ეს ასე არ არის. ესაც კი არის, ეს არაფერია ტრემინალური. უბრალოდ უნდა გამოცხადდეს. მე ამას ვადაბლებ დარღვევამდე. ეს მხოლოდ ეს არის. ასე რომ ესაც მცირე დანაშაულია. უბრალოდ უკან ვაბურებ. პირდაპირ 140 ქელი ნური 5 მუხლით წერ. ეს არის უნებართო შეღწევის დარღვევა. მას მოუწევს დამოწმადება, რაც მოუხერხებელია. ამას ვიგებ. მაგრამ თელეპათიის შემით კაბოტონო, მე მაინც მაქვს ჩემი სამუშაო შესასრულებელი და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ადამიანები, რომ არ იყვნენ ლიანდაგებზე. იმიტომ რომ კიდევ გარდა ამისა მესმის, მაგრამ რასაც გთხოვთ თქვენგან არის ის, რომ როგორც კი პროკურორი ან მოსამართლე ამას მიიღებს, მას მხოლოდ ჯარიმის გადახდა მოუწევს. და არსებობს სანქცია. რა ხდება თუ ამას არ გააკეთებ? მოიცადე ერთი წუთით. რა ხდება თუ ითქვი ამას დამოვწერო? იცი ხოლგან კამერები გვაქვს. იცი თუ ჩვენ რა დაგინახავთ, ვინმე მაინც შეგოტყობინებდა. სწორია. იცი იქ ძალიან ბევრი მატარებელი მოდიოდა და გადიოდა, რომ ეს შეუმჩნეველი დახშენებიყო. მეძნელება ამს თმა, მეძნელება. ჩემი 10 პარტნიორი ამბობს, რომ ხელები გვაქვს შეკრული. რაც არის ის არის. მომისმინე, მართლა ვაფასებ, რომ ამ ყველაფერს მშვიდად ეკიდები. იცი, ხელბოკიდები გაგიკეთეთ. ამას ჩვენი უსაფრთხოებისთვის ვაკეთებთ და ასე შემდეგ. სხვა რაღაცები. გამარჯობა, როგორ ხარ? მე ოფიცერი გომესი ვარ. არ არის პრობლემა. მოდის გიხდი ამისთვის, მაგრამ იცი ეს ასეა. როგორც აგიხსენი, ჩაულებრივ ეს მცირე დანაშაულია. ჩვენ ამას ვამცირებთ და უბრალოდ დარღვევად ვაფორმებთ, კარგი? ვიცი რომ გაბაბრაზებული ხარ. ჩვენ ამას მხოლოდ როგორც შემაკავედოს ვაკეთებთ, რადგან კიდევ ერთხელ, როგორც ტელეფონზე აგიხსენი, გარდა იმისა, რომ ეს არალეგალურია, რაც თემას სცილდება, ეს საშიშია. ანუ ეს დაახლოებით ასე. შეგიძლიათ გააფრთხილოთ ის? ამ ეტაპზე ვერ შევძლებ. ამაზე ოქნი უნდა შევარკინო. და როგორც ვიხარი, ეს ჩაოლებრივ მცირე დანაშაულია, ან უფრო მსუბუქი დარღვევა, ასე რომ მას პირდაპირდება ბრალი 140.05 მუხლით. ეს მის ჩანაწერში არ შევა. ეს მასზე 1 წლის განმავლობაში არ იმოქმედებს. არა, თუ ის ბევრ კითხვას დასვამს თავის მიცენზიაზე, აბსოლუტურად არა. დიახ. არა, ეს არ იმოქმედებს მასზე 1 წლის განმავლობაში. ვერ ვიკლებით. არა, მესმის. მართლა აგვიცი. ჰეი. როგორ ხარ? ეს ჩემი შვილია. გულისხმობ, ნახეთ, ვიცი რომ ის ასწავლის და ეს შეიძლება ამის კარიერას ავნოს, ბლა. მაგრამ ასე არ იქნება, რადგან ეს ვიდეო იმდენად ვირუსული გახდება, რომ უბრალოდ ეს კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს ხალხო. ეს კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. აი ასე. ისინი ფიქრობენ, რომ კანონზე მაღოდგანან. ნახეთ, არ ვფიქრობ, რომ რამე განსაკუთრებულად ცუდი გააკეთა. ეს საშიშია. არ ირბინოთ ლიანდაგებზე, სადაც მატარებლები დადიან. ეს სულელურია. მაგრამ მაგალითად მე ფედერალური პროკურორი ვარ. ამის თქმა სწორი არ არის. უბრალოდ ამის თქმა სწორი არ არის. ბოდიში ყველას. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.